ჩვენს ისტორიაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების საკითხი და მისი პირველი მეფის ფარნავაზის ვინაობასთან დაკავშირებული თემები. რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია, რომელსაც ქართლის ცხოვრების ჩვენ დღევანდელობამდე მოღწეული ვერსიები გვაწუდის, ეს საკმაოდ მითოლოგიზირებულია. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსია, ანა დედოფლისეული ვერსია უნდა იყოს მე-17-18 საუკუნის მიჯნის, შატბერდისეული უფრო ადრინდელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ფარნავაზის ეპოქიდან მინიმუმ 1000 წლით არის დაშორებული ყველა ვერსია, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია. თვით ვატიკანის არქივში შენახულია ესეთი ცნობა, რომ იბერიელთა პირველი მეფე იყო ვინმე ფარნავაზი, რომელიც დღევანდელი ციფრებით რო ვისაუბროთ, ქრისტეს შობამდე 299 წელს უნდა გარდაცულიყო. ასევე ვთქვათ, სომხური წყაროებისთვის, ასევე ვთქვათ, ბერძნული წყაროებისთვის არის ცნობილი ადამიანი ფარნავაზი, ვინც მართლაც იყო იბერიელების ახალი ფორმაციის სახელმწიფოს პირველი მეთაური. რა შეგვიძლია ვთქვათ ფარნავაზის ეპოქის, ანუ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების ეპოქის მოღვაწეებზე რა მონაცემები გვაქვს და გვხვდება თუ არა მაკედონელის, ასე ვთქვათ, ისტორიკოსთა შორის ხსენება ვინმე ფარნავაზების. და რაოდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორც არიანესთან, ასევე რუფუსთან, ჩვენ ვაწყდებით არათუ არამედ ფარნავაზიანების დინასტიას. ეს დინასტია იყო აქემენიანთა დიადი გვარის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც სხვადასხვა საპტრაპიებს მართავდა, ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამდე დაახლოებით 150 წლით ადრეც უკვე. ამ გვარში დომინირებდა სახელები ამ შტოში აქემენიანების ფარნაკე და ფარნავაზი. და ეს იყო უახლოესი განშტოება ზუსტად იმ ასე ვთქვათ ოჯახის, რომელიც ოჯახის თავმავალიცა ყოველი ქართველისთვის და მსოფლიოსთვის ძალზედ კარგად ცნობილი რომის დიდი მოწინააღმდეგე მითრიდატე მე-6 ეუპატორი, როგორც მოგეხსენებათ, მითრიდატე მე-6 ეუპატორი პონტოს მეფე, წარმოშობით აქემენიანთა გვარს ეკუთვნოდა და ვთქვათ ელინისტურ სამყაროში, სწორედ პონტოს სამეფო სათავეში იდგა ყოფილ სატრაპ აქემენიანთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელთა ოჯახი, რომელსაც შემდგომში ეკუთვნოდა მითრიდატე. ალექსანდრე მაკედონელმა ძალიან ბევრ ადგილას, სადაც ვთქვათ, შესაძლებლობა მიეცა, ანუ ყოფილ მმართველთა ტოლერანტობიდან გამომდინარე, ხელი არ ახლოდა დატოვა ძველი დინასტიები, ანუ აქემენიანური დინასტიები. თავის მხრივ აქემენიანები 20-ვე სატრაპიაში მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ხელი არ ეხლოთ, კი არა, ხელი შეეწყოთ კულტურული და რელიგიური თვითყოფადობისათვის. თვით სპარსეთის შახები, მოყოლებული მე-6 საუკუნიდან დამთავრებული მაკედონელის ლაშქრობამდე მე-4 საუკუნემდე 18-ზე მეტ ენაზე ასე ვთქვათ ახორციელებდნენ ჩანაწერებს, მიწერ-მოწერას, ანუ ცდილობდნენ, რომ ყველა ტომთა ყველა ერთად მშობლიურ ენაზე ეკონტაქტათ. და ეს რა თქმა უნდა იყო ის მთავარი, ვთქვათ, იარაღი, რაც და ძალიან წააგავს ეს მოდელით, ვთქვათ, თანამედროვე ევროკავშირულ მოდელს, აგაგებით, რომ თავისი ნებით უერთდებოდა ძალიან ბევრი ტომი ხალხი აქემენიანთა იმპერიას და შემდგომში ეს ყველაფერი ალექსანდრე მაკედონელმა გადაიღო, განაგრძო და ეს ელინიზმის ასე ვთქვათ ცხოვრების წესიც იყო. რეალურად აბა სხვაგვარად შეუძლებელია, რომ თავისი ძლიერების ზენიტში აქემენიანთა სახელმწიფო 50 მილიონ ადამიანს აერთიანებდა და თვითონ სპარსელი მაშინ მხოლოდ 500,000 იყო. ერთი კაცი 500 კაცს ვერ დაიმორჩილებს თუ ისეთ სქემას არ თავაზობს, თუ ისეთ პოლიტიკას არ თავაზობს, რომ ძალიან მომხივლელია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ზოგადად ალექსანდრე მაკედონელის შემდგომ პერიოდშიც აქემენიანთა გვარის, ოჯახის და მმართველების მიმართ მთლიანად წინა აზიაში ძალიან დიდი კეთილგანწყობა არსებობდა. და ამის გამოვლენა იყო სწორედ, რომ მაკედონელის სამეფოს დაშლის შემდეგ, როდესაც მრავალი ელინისტური სახელმწიფო წარმოიშვა, მაგალითად კავკასიის მიდამოებში, ყველა ახლა წარმოშობილ სახელმწიფოებში, ეს იყო პონტო, ეს იყო არმენია, ეს იყო ალბანეთი, სათავეში სწორედ აქემენიანთა ძველი შტოს სხვადასხვა წარმომადგენლები მოდიან. აიგივე ვთქვათ, რომ ავიღოთ წარმოშობით მითრიდატე მე-6-ს, ტიგრანიც, ალბანეთის მმართველებიც,
ეკუთვნოდნენ ან ენათესავებოდნენ იმ ძირძველ დინასტიას, რომელსაც თავად ალექსანდრე მაკედონელის დაუნათესავდა, ვიცით, ორი ცოლი ყავდა აქემენია და სხვადასხვა შტოს წარმომადგენელი. და ის სწორედ აქ არის საინტერესო ერთი რამ, როდესაც ეს დიდი არეულობა მაკედონელის ლაშქრობაა, მართლაც ვაწყდებით არიანესთანაც და რუფუსთანაც ესეთ მონაცემებს, რომ არის ერთი ოჯახი ძალიან გავლენიანი, კერძოდ სწორედ იმ მიცებზე, რომელი მიცებით ჩვენ წინაპრებთან განიყო დასახლებული და რომლებიც შედიოდა სხვადასხვა პერიოდში, ვთქვათ მე-18 და მე-19 აქემენიანოს სატრაპიებში, აქ საუბარია შემდგომ დროინდელ კაბადოკიის ტერიტორიაზე და აი ეს ადამიანი, პარნავაზით, ერთის მხრივ ფარნაბაზ, სპარსული პრონუნციით ვთქვათ მესამე, რაღაც ეტაპზე თანამშრომლობს, ვთქვათ, მაკედონელებთანაც, ის კი არა მას განათლებაც აქვს მიღებული თავის დროზე ბერძნულ სამყაროში, ანუ დელფოს სამისნოში და ასე შემდეგ, ეს ძალიან მოწინავე, ანუ ინტეგრირებული ადამიანია იმ ჟამიდან ელინისტურ სამყაროსთან. ანუ ეს არ არის ვიღაც ველური, რომელიც მაკედონელის ლაშქრობის დროს პირველად აღმოჩნდა, თქვათ, მცირე აზიაში. არა, ეს არის ძველ მართლოს შთამომავალი, რომელიც სპარსეთის სამეფო კარზე მეტად ისედაც ბერძნულ სამყაროს იყო ნაზიარები და იცნობდა, თქვათ, დასავლურ სამყაროს. და მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ ეს სატრაპი სარდალი ფარნავაზ მესამე უჯანყდება მაკედონურ სისტემას, სხვათა შორის იმარჯვებს ესეთ ჩანს და მას შემდეგ დაახლოებით 321 წლის შემდეგ უკვე ალექსანდრე მაკედონელის ისტორიკოსების წყაროში მისი ხსენება კრება. თუმცა თუ ჩვენ დავაკვირდებით რუფუს და არიანეს, იქ ცოტა გეოგრაფია არეული აქვს, მაგრამ აშკარად ამბობენ, რომ ის სამეფო ლაზიკის გვერდით უნდა ყოფილიყო ერთის მხრივ და სწორედ ლაზები რომ უნდა მიხმარებოდნენ კიდევაც. საინტერესოა რა, რომ ეს ეგრეთ წოდებულ ლაზურ კოლხური სამყარო აქემენიანების პერიოდში ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ანუ ჩვენ ვიცით, რომ 50 ხმაწვილის წყვილი ქალ ვაჟის გაგზავნა იყო ერთადერთი 2 წელიწადში ერთხელ მათი მოვალეობა, თქვა აქემენიანების მიმართ. სხვა მხრივ, როგორც იკვეთება, მართლა კაი ურთიერთობა ჰქონია და საუკუნეების შემდგომ პერიოდში იგივე გუბაზ მეორესა და ხოსრო პირველ ანუშირვან შორის მიწარმოწერიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომელსაც იცნობდა იგივე პროკოპი კესარიელი, რომ გუბაზი და ხოსრო ერთმანეთს ეუბნებიან, რომ მათი წინაპრების დროსაც 1000 წლის წინაც კოლხურ სამყაროს და სპარსულ სამყაროს საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონიათ, ისე რომ ერთმანეთს არასოდეს არ ჩაგრავდნენ და ერთმანეთს ახალს არ უსვლიდნენ. აქედან გამომდინარე ფარნავაზის მიჩი მოყვანილი, თქვათ, ქუჯის ფენომენი, ქუჯი რომელიც უნდა იყოს ციხე-გოჯის სახელიდან გამომდინარე, კრეფსითის სახელი, რაც მამამთავრის, ხო, დასავლეთ ქართული ფენომენის. აი ეს თემაც კი, ანუ ერთგვარი პარტნიორობა, მხარდაჭერა მაკედონელებთან დაპირისპირების საკითხში ფარნავაზისადმი იკვეთება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ლაზურ სამყაროს იგივე ავტორები, ვინც ფარნავაზ მესამის აჯანყებაზე საუბრობს, თქვა მაკედონელების მიმართ, განიხილავს სწორედ დავისუფალ და დამოუკიდებელ სამყაროთ, როგორც ელინისტური სამყაროსგან, ისევე წინარე სპარსული სამყაროსგან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სწორედ ფარნავაზის ეპოქაში გვყავს პერსონაჟი, რაც ეტაპზე აჯანყებული მაკედონელებთან დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოღვაწე იმ მიწებზე, რომელ მიწებზე ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და მას ერქვა ფარნავაზ მესამე და ეს ფარნავაზი, ანუ ეს ფარნავაზი აბსოლუტურად ისტორიული ფიგურაა და ზალზე ასე ვთქვათ დაწინაურებული და განათლებულია იცნობს ბერძნულ სამყაროს, სპარსულ სამყაროს და შესაბამისად ეს ჩვენივე მეფე ფარნავაზის აი კულტურულ მოღვაწეობასთან, მწიგნობრობის გავრცელებასთან, თქვათ, ახალ საკანონმდებლო კოდექსთა შემუშავებასთან, ხო, რაც იყო ეს თქვათ საერისთავებად დაყოფა და ახლებური ორგანიზება ქვეყნის, ერთგვარად სინქრონშია, ერთგვარად თანხვედრაშიც კი მოდის. ეხლა რა შეეხება, თქვათ, რამდენიმე დეტალს ფარნავაზის ცხოვრებიდან, აი როგორიც არის მაგალითად, რომ მან დაჭრა ირემი მის კვალს დია და დაჭილმა ირემმა მიიყვანა საგანძურამდე, რომელიც ძლივს გამოზიდა და რომელთაც მოახერხა აზონის დამხობა ან აზონის სახელს. თქვათ თვითონ, ხო? ნუ ეხლა აზონის მამად რომ მოიხსენება არიან ქართლის მეფე, არიან ქართლი როგორც ეთყობა, ეს არის
უკვე დამახინჯებული გვიანი ხსოვნა იმისა, რომ რაღაც ქართული მიწები მართლაც მე-18-მე-19 სატრაპიის სახით შედიოდა ირანში, იმიტომ რომ არან ეს ირანის თვითსახელწოდებაა და არიან ქართლი, ანუ ირანის ხელში მყოფი ქართული მიწები. თუმცა ეხა აქემენიანების პერიოდში ეს ტერმინები ალბათ არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვცოდოთ ტიბარენები, მაკრონები და სხვა სახელებით მოხსენებული ქართული ტომებია მე-18-მე-19 სატრაპიებში ნაგულისხმარი. მაგრამ თვითონ ეს ფენომენი რო არსებობდა, ქართული ტომები, რომლებიც თვითყოფადობასაც ინარჩუნებდნენ, თავისი სამხედრო წყობაც ჰქონდა, თავისი მმართველობაც, მაგრამ შედიოდნენ, თქვა, მე-18 და მე-19 სატრაპიებში ეს ფაქტია. და შესაძლოა დიახაც აი ამ ტომთაგან ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილიყო აზონი. თუმცა არის ვერსია ერთიც, რომ აზონს ჩვენი ლიტერატურა და თქო ჩვენი ხსოვნა უფრო განიხილავს ერთგვარად ბერძნული სამყაროს აგენტად. და თვითონ ეს სახელი მისი აზონი სავარაუდოდ დამახინჯებული ვერსია უნდა იყოს ასევე უკვე ძალიან გამბუნდოვანებული სახელისა იაზონისა, რომელიც ასევე ბერძნების პირველ ექსპანსიას, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ბერძნულ ელინისტური სამყაროს პირველ ექსპანსიას უნდა ეხებოდეს. თუმცა აი ხო უახლოესი კვლევებით იასონის აქ ლაშქრობა ეგრეთ წოდებული, ეს ემთხოვა ეგრეთ წოდებული ხეთური ტომების მიგრაციას, ნესიტო-ფალაური ტომების, აქაელების პირველ, თქვათ, ექსპანსიას, იგივე პელასგურ სამყაროზე, ეს უნდა იყოს მე-18-მე-17 საუკუნე ქრისტესშობამდე და არა მე-13 საუკუნე, იმიტომ ეს ყველაზე ძველი მითია, მაგრამ როგორც ჩვენში, სხვა ჩვენს ბერძნებშიც მითი იასონზე გარკვეული ტრანსფორმაციებით სულ არსებობდა და ამის დასტურს მოვიდნენ შემდეგს, რომ მაგალითად ბერძენი ავტორები თვლიდა, რომ აი კოლხებში ეხაც მართლობენო და აიეტის შთამომავლებიო და რაღაც შორს მივიდივართ, ხო? 25 საუკუნის შემდეგ სინამდვილეში აიეტის ამბავი, როცა უნდა ყოფილიყო იქიდან 26 საუკუნეში ახალ წელთაღრიცხვით დიდ კოლხ ორატორს სახელად ქვია აიეტი.